გამარჯობა ძვირფასო ტელემაყურებლებო, რადიო მსმენელებო, მოგესალმებით მედია კავშირი ობიექტივის სტუდიიდან. თქვენთან ერთად თითქმის 1 საათის განმავლობაში ვიქნები მე ირაკლი კობრავა და ბატონი გიორგი კარტოზია. სამწუხარო ამბავით მინდა დავიწყო გადაცემა და დიდი სამძიმარი, გულითადი სამძიმარი გამოუცხადო ბატონი ლევან ჩაჩუას ოჯახს, ნათესავებს, თელ სრულიად საქართველოს მოსახლეობას დღეს გარდაიცვალა ეს ვაჟკაცი კაცი, მებრძოლი, კარგი მეოჯახე, კარგი მამა, კარგი მეუღლე, კარგი შვილი, ჩვენი დიდი მეგობარი, თანამებრძოლი სიმართლისთვის და საქართველოს მომავლისთვის ძალიან დააკლდა ეს არა მარტო ოჯახს და ნათესავებს და მეგობრებს, არამედ მთლიანად საქართველოს დააკლდა, იმიტომ რომ ესეთი ვაჟკაცი ადამიანი აუცილებლად საჭიროა ქვეყნისთვის, ჩვენი მომავლისთვის და ჩვენი კეთილდღეობისთვის. კიდევ ერთხელ სამძიმარს უცხადებ ყველას, ძალიან გული დაგწყვიტა, ძალიან გვიყვარდა და გვიყვარება ყოველთვის. გაანათლოს უფალმა ღმერთმა და იქ დაგვემკვიდროს, სადაც მართალნი განისვენებენ. ღმერთი იყოს მფარველი ყველასი, ვისაც გული დაწყდა და ვინც ილოცებს მისი სულისთვის. შენს იტყვი დაამატებ. რა უნდა უსამძიმრებ პირველ რიგში ოჯახს, უსამძიმრებ მთლიანად საქართველოს და ათელში და სანთელში სანთელი ყოფილიყოს მე საფლავზე და დიდხანს გვემახსოვრება ლევანი, როგორც პატრიოტი, როგორც ეროვნული ძალის წარმომადგენელი და როგორც ნამდვილი ქართველი ადამიანი ვაჟკაცი. ხსოვნა იყოს ლევანის და განათლოს მისი სული. ერთი განცხადება გვინდა კიდე გავაკეთოთ ტელევიზორებში, რადიოში, ფეისბუქზე, ანუ სოციალურ ქსელში არის განცხადება, რომ ვაპირებთ 30 ნოემბერს კვირა დღეს 4 საათზე რუსთაველის ძეგლთან, მეტრო რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე საინფორმაციო მიტინგის ჩატარებას. ეს მიტინგი არ არის ვიწრო პარტიული, ესეა სრულიად სახალხო. ამ მიტინგში მონაწილეობა ყველას, ვისაც გული შესტკივა ქვეყანაზე და ქვეყნის მომავალზე, ყველას მობრძანდეს, ყველა მიიღოს მონაწილეობა, ყველამ გამოთქვას აზრი და ყველასათვის საჭიროა. ეს საქართველოს მომავლისთვისაა საჭირო, რომ შვაგულ ქვეყანაში, დედაქალაქში და გონიოში, სადაც სტრატეგიული ადგილებია, აშენდეს არაბული ქალაქები, რომელიც პრივატიზირებული მიწაზე ჩაარჭობენ თავიანთ დროშას და გამოაცხადებენ, რომ ეს არის არაბეთის არაბული ქალაქი და ის იქნება სრულიად დამოუკიდებელი. ჩვენი იურისდიქცია ქართული იქ არ იქნება. კიდევ ერთი დიდი თხოვნა გვაქვს, ის ვინც აპროტესტებს ამ უაზრო და ანტისახელმწიფოებრივ აქტს, თხოვნა არის, რომ მობილურში აიღოთ და ჩაწეროთ სულ 3 სიტყვა, ჩვენ წინააღმდეგი ვართ საქართველოში არაბული ქალაქების აშენების. ეს ჩაწეროთ, არა საჭირო სახელი და გვარი თქვათ და შემდეგ ეს ვიდეო გადმოაგზავნეთ ნომერზე 591 94 95. კიდე გავიმეორებთ 591 94 95 95. თხოვნა იმიტომ, რომ ბევრი SMS-ი მოდის, ბევრი ვარი მოდის, რომ ამის საპროტესტოს აცხადებენ, მაგრამ ეს არ შველის ამ ხელისუფლებას ჩვენ უნდა ვანახოთ ეს ვიდეო ჩანაწერები, რომ არაბებმაც გაიგოთ, რომ ქართველი ხალხი წინააღმდეგია, უკვე ქვეყანა გაივსო გადამთიელებით და ამითი ჩვენ გვინდა, რომ ხელისუფლებამაც ნახოს, რომ საქართველოს უმრავლესობა არის წინააღმდეგი. წინ გიხდით მადლობას და
ეს არ არის კიდევ ერთხელ გეუბნებით და გახსენებთ რომ ვიწრო პარტიული რამე აქცია და არ არის პარტიისთვის პოპულისტური, ეს არის სრულიად საქართველოსთვის, მომავლისთვის საჭირო საქმე, რომ საერთოდ არ დაიღუპოს საქართველო ქართველების გარეშე არ დარჩეს საქართველო და ეს ძალიან დიდი ტკივილია ჩვენი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ვიცით რომ ქვეყანაში დემოგრაფიული კრიზისია. გარშემორტყმული ვართ ჩვენ ამ მუსულმანური ქვეყნებით. ისტორიასაც თუ გადავხედავთ, ძალიან რთული ისტორიული, გეოპოლიტიკური რთული მდგომარეობა გვქონდა. ყველა ვინც მოძლიერდა გარშემო, ყველა ქვეყანას ჩვენი დაპყრობა უნდოდა მეთოდურად და მიზანობრივად იწყებოდა ჟლეტვა ქართველი ხალხის გადასახლებები და უამრავი ისტორიაში ყველამ ვიცით ახლა მასე რომ მიყვეთ ძალიან რთულია, მაგრამ როგორც გამოაცხადა ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა, თურქეთი ჩვენი ისტორიული მეგობარიაო. ესენი აცხადებენ ახლა ეს ქოცები რომ არაბები არიან ახლა. არაბები, სპარსები თურმე ისტორიული მეგობრები ყოფილან. ჩვენც ვერ აღმოვაჩინეთ ისტორიაში არც ერთ ისტორიულ წყაროში არ არის რომ ჩვენ რაღაც ძმობა და მეგობრობა გვქონდა ამ ქვეყნებთან. ტრობა კი ბატონო, ჩვენი მხრიდან არა, ჩვენ ყოველთვის თავს ვიცავდით. ბევრჯერ მთელი ევროპა გადავარჩინეთ დიდ არაბობას, დიდ თურქობას, დიდ სპარსობას, დიდ მონღოლობას. რაღა დარჩა ახლა ყველა შემოვიდა თურქეთი, გურიაში შემოვიდა უკვე. მე მგონი მონღოლეთის იმპერიაც აღდგება მკვეთრით და ისინიც მოვლენ და დასახლდებიან და ერთ ქალაქს ისინიც გააკეთებენ. თურქული ქალაქი თითქმის ბათუმი გახდა, პატარა სტამბულს ეძახიან. აგერ აღმაშენებლის ქუჩაზე ახაც პატარა სტამბულია. ეხლა უამრავი ფირმა გახსნილი ირანელების. ირანელები ძალიან. აქ ცხოვრობენ უკვე, ჩამოსულები არიან. ინვესტიციად ჩაუთვალეს ის, რომ რაღაც მიწას ყიდულობენ, რაღაცა ბინებს ყიდულობენ, ინვესტიცია თითულება და 3 წელიწადში მოქალაქეობა უნდა მისცენ. ეხლა არაბული ქალაქიღა გვაკლდა. თან ორი ქალაქი და თან ისე სტრატეგიული ადგილი კაცო, იქ რუსის ჯარი იდგა, რუსეთმა ომი კი იცოდა. და სტრატეგიულად იდგა იქ გონიოშიც და კსანის. გონიოში თელის იდგა კაცო და შეიძლება სხვა რაღაცაც აქვს მათ ჩაფიქრებული. ნუ როგორ შეიძლება არჩეული ესეთი სტრატეგიული ორი სტრატეგიული ადგილი. კსანისშიც იქ ჯარი იდგა კაცო, არტილერია იდგა, რომელიც აკონტროლობდა თელი ქალაქის ნაწილს. არის ესეთი ბიჭო, დავით გარეჯი მიყიდა სააკაშვილმა აზერბაიჯანს და თურმე აზერბაიჯანი აცხადებს ეს ჩვენთვის სტრატეგიული ადგილიაო კაცო. სტრატეგიული ადგილი ჩვენ საზღვართან, ესე იგი ჩვენთან აქვს სტრატეგიული ადგილი და ჩვენ ესე იგი სტრატეგია და ტაქტიკა და არაფერი არ გვჭირდება, ოღონდ ფული ჩავიდოთ ჯიბეში. დღეს ხელისუფლება ესე ჩიხშია შესული, რომ არსაიდან უკვე აღარ ელოდება ვინმე რამე ინვესტიცია ჩადოს ევროპიდან, ამერიკიდან, ან რამე განვითარებული ინგლისიდან, ან სამე განვითარებული ქვეყნებიდან. ეხლა ისე არიან იზოლაციაში, თავის მოიქციეს, ქვეყანაც მოიქციეს, რომ ყველაფერზე მზად არიან. ირაკლი და უპასუხოთ. მზად არიან, რომ ნებისმიერი ფული აიღონ, ოღონდ არ ჩამოეშალოთ თავითი ხელისუფლება. გისმენთ? გამარჯობათ. გაგიმარჯობთ. კარგო ქართველებო. გმერთმა გაგიმარჯობთ ქალბატონო. პატარა ძმები ხართ ჩემი. იცით რა არის ირაკლი, გიორგი, გვერდები თქვენს მწუხარე განცხადებას ლევან ჩაჩუას გარდაცვალების გამო. მადლობა ქალბატონო. ძვირფასი ადამიანი იყო, რა თქმა უნდა. იცით ამან განაპირობა ხა ჩემი სურვილი რომ მეთქვა რაღაცა მაინც ჩვენს შესახებ. იცით რა არის, დიდი ხანია გაეროს დადებული აქვს ქართველების დემოგრაფიის შესახებ, ხო, რომ ქართველები უმცირესობაში იქნებიან. კი, მაგრამ გაეროს ვინ უჩურჩულა რა საინტერესოა რამდენიმე წლის წინ, რითი მოიპოვა ეს ყველაფერი. მე კი მგონია თვითონ ქართველ ჩაუდეს ტვინში რომ თქვენ აღარ უნდა იყოთ. იმიტომ რომ შესწავლილია ქართველი ადამიანი თავისი გონებრივ
ვაჟკაცური მონაცემებით და ამის მაგალითს იძლევა დიდი ქართველი, დიდი პოლიტიკოსი, პირველი პოლიტიკოსი იოსებ ჯუღაშვილი, სტალინი. დიახ, მის გამო, რომ ის ძლიერი არის მთელი ქართველობა იციან რომ ძლიერია თითოეულ ქართველში დევს ეს გრძნობა ვაჟკაცობის იქნება თუ პატივისცემის თუ რაღაცა მე ვფიქრობ რომ ამისთვის შეამზადეს ქვეყანა და ნახეთ როგორ გეგმიურად მიდის ყველაფერი ჩემო კარგო თითქოს ისე ინგრევა ქვეყანა გარბის ქართველობა აქედან და ნახეთ როგორ ნენელა გაისო საქართველო იმ ხალხით მე არა მაგას ადამიანებზე არანაირი ბოროტი განზრახვა კაცო ყველა თავის ქვეყანაში ბედნიერად იყოს მაგრამ შეხედეთ შეიძლება რომ გონიო და თუნდაც ეს კრტანისი გახდეს არაბების აი ქალაქების ის ერთის არაბეთის ნაწილი ბოდიშეთ ახლა რაღაცა ღელა რომ ლაპარაკობთ თან იცით ძალიან გული მწყდება იცით რაზე რატო უნდა ვიყოთ ასეთი აი რატო გამოვთაყვანდით ვეღარ გავიგე და ილია სიტყვები მახსენდება ვიდექ მარტოა დამთების ჭრილი კვლავ ჩემ ქვეყნის ძისი არ ერთებაო რა დაგვემართა გენაცვალი რა მიქცა ძილს ესე თავი რა რატო მივეცით ძილს თავი მე აუცილებლად ვთვლი იმ ამბავს რომ ქართველმა ადამიანმა გამოიფხიზლოს თავი და ქვეყანას უშველოს თბილისი ყოველთვის იყოს საყვარელი ქალაქი ჩვენთვის თითოეულისთვის და არც ერთ დედაქალაქზე იმდენი არც სიმღერა არც ლექსი არ დაწერილა როგორც თბილისზე და რატო გახდა ჩვენი თბილისი ასეთი აი სამარცხინო თუ რა ვთქვა უკვე ვეღარ ვიგებ რა ეგ აღარ არის ლამაზი ქალაქი ეგ აღარ არის თბილისი ჩემო კარგო და მე ვფიქრობ აუცილებლად ჩემ ირაკლი და გია ჩემო კარგებო ვთვლი რომ თვითოულმა ქართველმა უნდა მოინდომოს რომ სამშობლოს უშველოს და ჩვენი შველა კიდე იცით რაშია ამოჩემებული მაშინ კი არ არის რომ ჩვენ დგავართ და ქრისტიანულ რუსეთს ვლანძღავს რატო ვლანძღავს კაცო ნუ თუ სიკეთი არ უნდა დაუნახოთ მაგ ხალხს რომ ჩვენ გადარჩენილები მაგ ხალხისგანა ვართ მაგ ქვეყნისგანა ვართ და აუცილებელია ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა მე ასე ვამბობ ჩემო კარგო დიდი მადლობა რომ მადლობა თქვენ ქალბატონო ასეთი ძალიან ცირა მე მოკლე ისტორიულ რაკურსში რომ განვიხილოთ როგორც კი ეროვნული მთავრობა ნაძირალებმა ერთმა მუჭა ნაძირალებმა ჩამოაგდეს იარაღით მაშინ გამოჩნდა ამერიკის მიდგომა ჩვენდამი რომ თურმე დინების წინააღმდეგ მივდიოდით რომ ზუსტად გამსახურდიამ არ გააჯართა ქვეყანა არ დააჩოქა ქვეყანა, ამიტომ ის აიღეს და ძალადობრივად მოხსნეს სამსახურიდან. მას შემდეგ ჩემო კარგო ქალბატონო და ყველას სულ მარიონეტული ხელისუფლებები დაგვისვეს. შევარდნაძე მოათრიეს, შევარდნაძემ დედა უტირა ქვეყანას, დედა უტირა დააჩოქა. ჯართად გაიტანა ქვეყანა, დაანგრია, დაშალა, გააკუპონა. მერე ჩვენ ომში გავყარა აფხაზეთის ომი. ბიჭო, კიტოვანს რო გაგზავნე იქა, ახლა ჩვენზე უკეთესად კიტოვანს ვინ იცნობდა? არ გახსოვს პარტიის ისო ჩატარდა თემურიმ თქვა, ომი გარდაუვალეო. პირველ დღესვე წავედით და ჩვენ რო წავედით, ეს ქვეყანა ნაწილ-ნაწილ დაირიგეს. მერე შევარდნაძე პროსტო არ დაეტაკა ეკლესიას და ამიტომ მერე მოიყვანეს ეს ნეოტროცკისტები მიშას სახით და იმან დაიწყო დაიწყო აფხაზეთის გააფორმა სამაჩაბლოც გაუფორმა ესიც გაყიდა გარეჯი მარტო მიწა კი არ არის კაცო ესა ჩვენი სულიერი კულტურის ერთ-ერთი უდიდესი ძეგლი ხალხო იქ 6000 ბერს თავი დააჭერეს იგივე არაბებმა სპარსებმა და უბედურებამ და ზარია გისმენთ გავაგრძელოთ საუბარი გისმენთ გამარჯობა რა დაინტერესებს ის აი ეს უძენები ეს მაგოები ხმდა სარაკუარი ხბენ თვითონ თორო გამოდიან ეგ არის საქმე გამოვიდნენ და თლებ მამოიგო ხმა რა საკეთებენ სამშობლო არ უნდა დაიცანა მეორე შეგერთი რატო არა ასაჯეროებენ ამ
იმერნასა იქნება შიდა რა წერია იქნება შეიძლება რომ ქართული უნდა გადაშიდი და არაფერი უნდა გასახდინა მაგაზე ვისაუბრებთ ბატონო ჯერ საერთოდ აი თქვენ როგორ გქონია საერთოდ რა არის შიგ რა იქნება თქვენი აქ ჩადებული შეიძლება გითხრათ გეტყვით არის ესეთი ისა თავიანთი მოგონილი რომ კომერციული საიდუმლოება დაარქვან მაგრამ შეიძლება ეს იყოს რაღაცა აი წყალს რო ყიდნენ და არ ვიცოდით გაზს რო ყიდნენ თელასი რო გაყიდეს არ ვიცოდით და მერე გამოაშკარულდა მაგრამ ამ ტიპის რასაც ინვესტიციას იძახიან ჯერთი ინვესტიცია მე გამიგია ესეთი რომ ქვეყანას წარმოებაში ჩადოს რაღაცა ქარხანა ფაბრიკა წარმოება ხალხი დაასაქმოს თვითონაც იხეიროს ხალხსაც ახეიროს ქვეყანა მიხეიროს ბიუჯეტში ეს არ არის არც ინვესტიცია ეს არის სამშობლოს გაყიდვა ოფიციალური გაყიდვა არასაჯაროებენ იმიტომ რომ ჯერთი რა თუნდა გასაჯარო თვითონ იმ კაცმა თქვა 70% ჩემია და ჩაუშვა ესენი რომ მე ვყიდულობ ბიძი ამ მიწებს 70% და ის 30% რომელი ქართველი იყიდეს მინიმუმ 5000-6000 კვადრატული მეტრა ეღირება შენობა და რომ სად გაგიგიათ რომელი ქვეყანა რომელიც ტურიზმით სასტუმროებით რესტორნებით აშენებულა არ არსებობს ეგეთი ქვეყანა იგივე გვიწერია მაგას თუ გააკეთებენ იგივე იქნება ისევ ზარია გისმენთ დიახ მოგესალმები დემოკრატიულ ხალხო პარტიებო გისმენთ თქვენ ახსენეთ შევარდნაზე ჩემი სიტყვა კანონიკი არ არის ყველაზე გავრცელების ესნაირად მაგრამ ჩემი თვალსაზრისით ნამდვილად და კიდევ ნამდვილად გააკართა მთელი ქვეყანა გააკეთები რომ ამიჭურა მე ხეთკესიესიენ არ გეინდო ქართველი კაცის გენეტიკა ის ქართველი არ იყო ის იყო კეთილდღეობა მისი ოჯახური კეთილდღეობის ქართველი კაცი ეს პატრიოტი არ იყო მაგიოში დიპლომატი იყო სოციოპოლიტიკის ვეტერანი იყო ის თორდა აგეთ ეგეც შექმნილი მითია ქალბატონო რა კაცმა რომელმაც თავისი ახალგაზრდობა რაღაც გასატარებელი ახალგაზრდობა პატიმრის უღის მდგომარეობაში გასვლა იკაცი საქართველოს წარუღალატებდა ის ინების საწინააღმდეგოდ წარმიდიოდა ზუსტად ამერიკამ გიტალიზან ელიტაში დაგვიწყო ჩვენ ყველანი დიახ და ვინ შეუწყო მე ხელი ქალბატონო მაგას ქართველების ცხოვრება ეხლა ხალხო გვიწის ძალიან მაგრად გვიწის მერე ყველამ და გავერთიანდეთ ერთად-ერთი გზა არის გაერთიანებაში თუ გეტყვით ვისთან გავერთიანდეთ ჩვენ ქალბატონო ბოდიში ჩვენ ვერთიანდებით საქართველოს მოქალაქეებთან და საზოგადოებასთან ჩვენ ამ აქციებს ვიწყებთ არა პოლიტიკური თვალსაზრისით, არამედ საქართველოს გარდაჩენისთვის და გაერთიანება რას ნიშნავს? ყველამ ჩაატაროს, რაც მეტი ჩაატარებს ამ მიტინგს და რაც მეტი პროტესტი იქნება. ირაკლი, ჩვენ ყველას ვეპატეჟებით 30-ში ყველას აბსოლუტურად და ჩვენც დაგვიძახებენ. ეგ მივალთ ყველას აქციაზე, ყველას მიტინგზე, რა თქმა უნდა და ჩვენც ყველას ვეპატეჟებით. ეს არ არის არც პატრიოტთა ალიანსის, არც მონარქისტების აქცია, არც ვინმეს აქცია, ეს არის ქვეყნისთვის აქცია და არა რაღაც ქულების ჩასაწერად, რაღაც საარჩევნო იმის არა, ეს ქვეყანა იყიდება. რაღაცას ხალხო და აი ეს არის თავი. დღეს ამ თავრობამ იმისთვის, რომ უყურე კოჰაბიტაცია კაი დააძალეს, ხო? კოჰაბიტაცია თავის სასარგებლოდ გამოიყენა. კაი პირველი არჩევნები 12 წელიწადში ვინ მოაგებინა ამ თავრობას ეს ხელისუფლებაში ვინ მოიყვანა? მოიყვანა ბატონ დავთო თარხანმოურავის და ქალბატონი ირმასი და მათი გუნდის ძალიან შრომითა და თავის პრინციპში სახიფათო სასიკვდილო განაჩენი ქონდა მოიპოვეს კადრები ნაძირალა მიშას ქმედებების სტრასბურგში წაიღეს და სტრასბურგში ყმა ჩამოვარდათ ისეთი კადრები იყო ამან გადატეხა თორე მე მახსოვს ირაკლის რაგვარი ალასანია ორჯერ სამჯერ გამოვიდა თქვა რომ ჩვენო ახლა უმრავლესობით ვერ მოვდივართო მოვალთო 40%-მდეო და იქო ჭიდაობა გვექნებაო
ეს კადრები როგორც კი გამოჩნდა და საზოგადოების ცნობილი გახდა, ეგრევე ბიძინამ მოიპოვა უმრავლესობა. ახალგაზრდებზე იმუშავა ამ კადრებმა, როგორ დაუფასა ციხის კადრები, რომელიც გავიდა იყო სექტემბრის დასაწყისში და იქიდან გადაწყდა სიტუაცია. და მოვიდნენ ხელისუფლებაში. და როგორ მაგრამ არავინ არ დაუფასეს ფიქრობდა იმას, რომ იგივე ქალბატონმა ბატონი დავითი ამით საკუთარი და თავისი ახლობლების ოჯახის წევრების სიცოცხლე სასწორზე დადეს მაშინ მაგათმა. რა თქმა უნდა და როგორ დაუფასეს პოლიტიკური ველიდან ისხება გაძევება. ყველა კონსერვატიული ძალას ჩვენ ხო მონარქისტები ერთ-ერთი შემადგენელი ვართ ამ ეროვნული გაერთიანების ამ ძალების ამ პატრიოტული ალიანსის, დიდი ალიანსის ერთ-ერთი შემადგენელი ვართ იმ 12 პარტიიდან. თქვენ წარმოიდგინეთ მთელი ეს დაჯგუფება ალიანსი ყოველთვის კრიტიკის ქვეშ არის და ყოველთვის ზეწოლის ქვეშ არის, რომ ესენი ხო ლიბერალები ახლა ბიძინა პირველი ლიბერალია კაცო, ღმერთმა გაუმარჯოს თავიმაში, მოვიდნენ ლიბერალები დაადგინეს, რომ ჩვენ გეი პარადები უნდა გქონოდა, ჩვენ პატივი უნდა გვეცა ცისფერებისთვის, მაგრამ რომ დაინახეს, რომ უკვე 16-ში კიდე ამ იმითი მოვიდნენ და 20-ში უკვე რომ დაინახეს, რომ ხალხი მიხვდა ვინც არიან, ტოტალური გაყალბება დაიწყეს, ტოტალური გაყალბება და 24-ში საერთოდ ეს არ ვიცი რა გააკეთეს. ვაფშე რა გააკეთეს. მთელი ევროპა და ამერიკა გაგიჟებულია. ესენი არიან მარიონეტები და რო უთხრეს, რომ უნდა წახვიდეთ, დროა წახვიდეთ, მოჭამეთ უკვე გადაჭამეთ საქართველოს და აღარ არის თქვენი ადგილი ამ ქვეყანაში. დაიწყეს ბრძოლა, ხალხო იზოლაციაში მოვაქციეს, თქვენ გესმით რა არის ესა. ისედაც მტრების გარშემო ვართ. ეს მტრები პირდაპირ ქალაქში, დედაქალაქში და ისეთ სასის რაიონებში და სტრატეგიულ ადგილებში ჩამოყავთ, უნდა დაასახლოთ. ისედაც გავსებულია ქვეყანა, გაიხედეთ მარტო თბილისი არა, მთელი საქართველო. პაკისტანი, ინდოეთი, არაბი, რა ქვია, ირანელი, ვიღა აღარ არის. თურქები გავსებულია, რა თქმა უნდა, წინა გადაცემაშიც ვთქვით და ეხლაც კიდე გავიმეორებ და ეს არავითარი კონტროლის მექანიზმი არ არის. აი ეხლა კიდევ ერთხელ გეუბნება, ყოველდღიურად რომე რაღაცა სკოლაში დიზინფექცია ტარდება, იმიტომ რომ გავრცელებულია ეს მუნის დაავადება. ესეც შემოტანილია და დადგენილია უკვე რომ შემოტანილია აი ამ რა ქვია სხვა ეროვნების ხალხის იგივე ის მიტანის სერვისიდან წამოღებული მოგიტანს რაღაცას როგორ უნდა ყველაფერი არის ძალიან ძიმე სიტუაცია ხო აი მიგრაციის მხრივ და ამას ამატებ შენ ახლა კიდევ აი აქ აი ორი ასეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილას არაბების ჩამოსახლებას და მათ დასახლებას აქ ის ხომ პრაქტიკულად აი ეს ტერიტორია იქნება დაკარგული და როგორც აი საელჩოებია ისეთი ვარიანტი იქნება იქ იქნება მათი კანონებით იცხოვრებენ ეხა და მათი მოსამსახურეებზე შენ არ გენდობა ეს მუსულმანი კაცო ქრისტიანს ჩამოიყვანს თავის დაცვას მოსამსახურეებს ცოლ-შვილს დაასახლებს ერთ ბინაც კი არ იყიდეს 10 იყიდეს იქნება და გამრავლდება და ეგ არის რომ გაერო მიცის ყველა ითვლება როგორ არის და 30 წლისთვის შეიძლება ვიყოთ უმცირესობაში უკვე ზარია გისმენთ პირველ გამომწვევ და ინერტიულ გულს მიზერებს მიკეთილი ადამიანის გადაწყვეტილების გამო უერთების კანცელარია გაიხარეთ მადლობა კიდე თხოვნა გვაქვს რომ ჩაწერეთ ეს 5 წამიანი ვიდეო და გამოაგზავნეთ მეგობრებო რომ ჩვენ ზურგი გქონდეს, ხარდაჭერა გქონდეს, ხალხის ხარდაჭერა არის აუცილებელი და ირაკლი აი მოუყვანოთ მაგალითი ჩვენს მეგობრებს რომ ზუსტად აი ეს ფირმა აკეთებდა ჩერნოგორიაში ასეთივე პროექტს, მაგრამ ხალხი დადგა ერთ აზრზე და უარი ათქმევინეს და თვითონ არაბები გავიდნენ თვითონ უკვე რომ დაინახეს რომ ხალხს არ სურდა არაბები თვითონ დათმეს და გამოვიდნენ ჩერნოგორიიდან ეხლა მე მონტენეგროში არ ვქეს ხო ჩერნოგორია სერბულად იყო და მონტენეგროში ეხლა
აი ასეთივე სცენარი უნდა განვითარდეს საქართველოში, რომ მათმაც დაინახონ, იმათმა უნდა დაინახონ ის, რომ ქართული ხალხის უმრავლესობას არ სურს, რომ აქ იყოს არაბული ქალაქები აშენებული. ხო, ეს ვიდეო რატში გვჭირდება, ეც ახლა ვიცით, რომ ხალხს უჭირს და ამ გამოსვლებზე, მიტინგებზე შეიძლება რაიონიდან ვერ ჩამობძანდეთ და ან მეზობელს ექნება ვიდეო კამერა ტელეფონში, ან ესე რომ გადაიღოთ, გამოგვიგზავნოთ, ნომერს გავიმეორებ კიდე ჩავხედო. თან ეს არის იმისთვის, რატოა იცით, რომ პროგრამულად ხდება ამის ინდიფიცირება და ყველა ადამიანი ეს არის ხმა, რომელიც ისმის ეს 591-4-9-5-4-5 ამ ნომერზე ან WhatsApp-ში, ან Messenger-ში, ან Telegram-ში გამოაგზავნეთ ის ვიდეო, არც სახელი და გვარი გჭირდება, არამედ თქვენი აი ეს სიტყვები, რომ წინააღმდეგი ხართ არაბული ქალაქების მშენებლობა საქართველოში. მეტი არაფერი და ამითი ჩვენ გავიმარჯვებთ და ნახავთ, რომ ძალიან კარგი საქმე გაკეთდება. წინასწარ მადლობას გიხდით. ზარია გისმენთ. ისაუბრეთ. ალო. დიახ. ისმენთ. დიახ, ისაუბრეთ. მომშენ. არაბებზე როა საუბარი. იმდენი მანქანა შემოღლი ბათუმი გამრეკა, ახლა მილიარდი მანქანა იხჩება ხალხი მოკლედ იმას. ამ მანქანის იმას შული და იმას. სიმსივნეს გამოყობს ისა მანქანის ისა, რომ ხუნდა მე გადადის კიდოზე და გეივსო სასაფლაოები ხდისა. კი, აგერ ლევან ჩაჩუა მაგითი გარდაგვეცვალა ზუსტად სიმსიმეთ ახალგაზრდა ბიჭი. სიმსიმეთი გერა ქალაქი გავსებულია, მანქანა ვერ გეია, ქუჩაში ვერ გეია. მაგას ვებრძვით, ჩემო ბატონო, მაგას ვებრძვით და მამასინად გქონდა ბათუმთან შეხვედრა და ზოგმა რა თქვა, იცი რა ვქნათო დოლარი შემოდისო და ისა, ბიჭო, თუ გაყიდი ქვეყანას, ამას დაესევა ხვალ ერთი 10 მილიონი კაცი ჩამოვა საცხოვრებლად, თუ არ შეეწინააღმდეგე და არავინ არ არის ასლან აბაშიძე, რომ ასლან აბაშიძე იყო არაჭაჭანებდა თურქებს. მიშამ 38,000 თურქს მისცა მოქალაქეობა. ესენი არაბებს მოიყვანებენ, ისინი ჩამოვლენ და всё დამთავრდა საქართველო და ამას რა ვიცი, უნდა უშველოთ, რაღაცა უნდა ვიბრძოლოთ. იბრძოლეს კაცო ბათუმისთვის და იმისთვის თარხანმოურავი და ერმაინაშვილი როგორ იბრძოდა კაცო, გარეჯისთვის იბრძოლეს, გარეჯში რამდენჯერ ჩავიდნენ და რამდენჯერ გაყარეს მესაზღვრეები, მაგრამ სასამართლოც კი არ დაამთავრეს კაცო. სულ ბრძოლაში ვარ, ჩემო კარგებო, სულ რაღაცას ვაკეთებთ, მაგრამ საზოგადოება უნდა დაგვიდგეს გვერდით, ჩვენც დაუდგებით გვერდით. ერთად უნდა გავაკეთოთ, ეს არ არის პარტიული საქმე, დამიჯერეთ, ეს ქვეყნის საქმეა, მომავლის საქმეა. აღარ დავრჩებით ქართველები და როგორც ის არაკაცი გირჩები გამოდიან, რა თუნდაო ქართველი აქ პროცენტულად მეტია, 9-10% ეყოფა და დანარჩენი და ჩამოსულები იყვნენო. ეს არის ის გეგმა, რაც აქვს, ქოცებს გააჟღერებიეს ამ იმებს, ნიფხავ ჩახდილებს ამ გარყვნილ ხალხს. გააღზირა ეს. საერთოდ რა არის, იცი მე როგორ მიმაჩნია კაცო. თუ ადამიანს მიაჩნია თავის საჯაროდ და უნდა საჯარო სივრცეში იყოს, იმ ადამიანების, იმ პარტიის, იმ რაღაცა დაჯგუფების ჩვენ წარსული უნდა ვიცოდეთ. რა აქვს ნაკეთები, რა გაუკეთებიათ, რა უნდათ, რას პირდებიან, რას ასრულებენ. ეს თუ არ გაირკვა, დღეს აღმოჩნდა, რომ თურმე ჩვენი პრემიერი ძვირფასი სოროსის ფონდში მუშაობდა. ჩვენ სოროს ვებრძოდით, კაცო. დაწყებული, მაო თუ რამე გამობრჩა, თქვი, აბა დაწყებული რუსეთის იმპერიასთან ბრძოლით. 9 აპრილით. გისმენთ და მე გავაგრძელებთ. ოდის სიხლის წერან გაიწია. ძანეთ. მაპატი წერან გაიწია. ოდის მოგიხდით. თემბრალი არის, რატო გაიწია ვირჟოიტი. ძანეთ. ისაუბრეთ. კი ბატონო. ის კალბატონი გამორიდა, ვიცით გადაგვეცე. არ გით რა თუნდაც საქართველოს გაუკეთა ბოლოსა.
დავიხოთ ეს ნები, დები, დავიცი, დაიღეს სოღუმი, თოცა ადლერი, გაგრა, ნუსებიძე, ყველა ტერიტორიას დაგვაქვს. საიმ ქალბატონს ეხო დავიძე რომ მეტი მაბრძენი არის მის ნახევარი საქართველოს მიტაცებულია. მადლობა. ნახევარი კი მეტი თუ არა, რა ვიცი. გადაჭიმული იყო დრო საქართველოს ნიკოპსიიდან და რუბამდე, მაგრამ დღეს აგერ თურქეთს ამხელა ტერიტორია აქვს და კიდე ჩვენი ტერიტორიაზე უნდა ეგრეთ წოდებული თურქი მესხების ჩამოსახლება, ისედაც მეჩეთებით გაავსეს, ზემო აჭარა და მთიანი აჭარა. ეხლა ეს თურქი მესხი ეგეთი ჯიში და ჯილაგი არ არსებობს. ან თურქია, ან მესხია. ეგრე აიღე და ჩამოასახლე და შენ კიდე აქ ფესვები გაიდგი და მე გათურქებას მოგთხოვს, მე არ ვიცი, ნუ სადამდე მივდივართ ამ პროექტით, არ ვიცი, ძალიან ცუდისკენ მივდივართ. 9 აპრილი გამოვიარეთ. გვალი მაგი და დავაფუძნეთ, ვიბრძოლეთ, ომში გავყარეს ვიომეთ. სამოქალაქო ომში ღვთისწყალობით არ მიგვიღია მონაწილეობა. მე ამ შევარდნაძეს ვებრძოლეთ, შევარდნაძემ დაგვიჭირა და რა ვიცი, საშინელება იყო, რომ ვკრივავდით პირველი პარლამენტის მონაწილეებს. ზვიადისტებს რო ეძახიან. მაგისთვის დაგვაპატიმრა, რა ვიცი, ოფისები წაგვართ, ყველაფერი გაგვიკეთეს. მე ვებრძოდით ამ ნაძირალა მიშას. და მე არავინ არ მინახია და არც გამიგია დღევანდელი ეს პარლამენტი, მთავრობა, საკრებულო, რა ვიცი, ვინმე თუ მონაწილეობდა იმ ბრძოლაში. იმ ბრძოლაში მონაწილეობა დაგვიჭირეს და ერთადერთი ტელევიზია იყო საქართველოს სივრცეში, მედია კავშირი ობიექტივი, რომელიც აშუქებდა ამას ყველაფერს. ეს ნაძირალა ეს რო აკუბარდია რო დაიმალა ვაფშე. სოროში შეძვრა. მედია კავშირი ყოველთვის ობიექტი აშუქებდა საქმეებს და კიდე ევრონიუსი გადმოსცემდა. აი ეს იყო, აი ეს ბრძოლა იყო. სულ ბრძოლაში ვართ, ვინც გაერთიანებული ვართ სულ ბრძოლაში, დღესაც ვიბრძვით. არ გამოდის ამათთან არც საუბარი, არც მე არ ვიცი რა ჯიშის ხალხია. ზარია გისმენთ. გამარჯობათ. გამარჯობათ. ერთმა გაგიმარჯვეთ. ეხლა მე რა მინდა გითხრათ, რომ თქვენა თქვით, რომ ჩვენ შემადგენელი ნაწილი ვართ მონარქისტებიო, იმისაო, რა ქვია, მთელი პატრიოტული ძალებისგან. კი. მთელი პატრიოტული ძალები უნდა ჩაედგნენ მონარქისტის ბრძოლაში. აი მაშინ გვეშველება, მანამ არაფერი არ გვეშველება. მართალი ბრძანდებით, მონარქია არის მომავალი საქართველოსი. მადლობა. მადლობთ. ნამდვილად, ოღონდ რა არის ხალხმა ვერ მოიცალა ამისთვის. სულ პრობლემები, ესე იგი ირაკლი შენ გამოხრჩა ზუსტად აი ეს პერიოდი 2006 წელსაც უკვე ჩვენ დაგვაპატიმრეს. ამის შემდეგ უკვე გამოჩნდა ჰორიზონტზე, ესე ვთქვათ, ეს გაერთიანება, არასამთავრობო იყო, წინააღმდეგობის მოძრაობა. ხო, მანამდეც იყო კაცო. და ჩვენ უკვე ერთიანი ძალებით უტევდით სააკაშვილის რეჟიმს და ბატონი დათო ირმას და ჩვენ უკვე ერთიანი ძალებით უტევდით სააკაშვილის რეჟიმს და ნუ საბოლოო გამარჯვება 2012-ში 1 ოქტომბერს გაფორმდა მაშინ და უბრალოდ არის მომენტი რომ აი სწორედ აი ამ ბრძოლებში არსად არ ჩანს დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები. ხლა ძალიან ზოგი იტყვის რომ პატარა, არავით არის პატარები არ იყვნენ. კარგი თვითმახალ შერა დიდები ვიყავ. ეხლა ნუ მოდი ვთქვათ რა იგივე სოზარ სუბარი, ხო? იგივე დაუშვათ იგივე გოგა ხაინდრავა სიტყვაზე ვიძახი, ხო? იგივე თეა წულუკიანი, იგივე გიორგი ვოლსკი, ხო? ეს ყველანი იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ ვიბრძოდით, ეს ხალხი უმრავლესობა პარლამენტის და მთავრობის უმრავლესობა იყო სააკაშვილის უბრალოდ 100%-იანია რომ არა წამყვანი ვინც არიან დღეს უმრავლესობა იყო სააკაშვილის რეჟიმის მსახური. ან სოროსი იყო სააკაშვილი და სოროსი ერთი იყო. ეხლა კიდე ის ტენდენცია არ ახალია, ეს შევარდნაძის დროს დაიწყო ზუსტად ამ ჟვანია სააკაშვილის გუნდმა, უფრო ჟვანიას გუნდმა
პარტიების ხელოვნურად შექმნა. სატელიტი პარტიების შექმნა დაიწყეს, აფინანსებდნენ, ტელევიზორს აძლევდნენ, გაზეთებში წერდნენ, მათ გამოჩენას იწყებდნენ და შემდეგ სატელიტად იყენებდნენ, რომ სხვა პარტიები ჩაეწიათ და ზარია გისმენთ და გავაგრძელებთ. ალო, დიახ, ისაუბრეთ. გენაცვალეთ. ძალიან მიგვირს სად არის ამ დროს საპატრიარქო, რომ არის ისმის მათი პოზიციები საერთოდ არ არჩევს. ამ ქვეყანას გადარჩენა არ უნდა. ეს ხალხი საპატრიარქოს ხალხი. ეს ამხელა ძალა რატომ არ იბრძვის საქართველოს გადარჩენისთვის? იმიტომ რომ ჯერ არ გაუსაჯაროებიათ ოფიციალური განცხადება გააკეთეს არაბებმა. ვიცით უკვე ამას გასაჯაროება რა სჭირდება. არა, დადგებიან, როგორ არ დადგებიან, აი ნახავთ, რომ 30-ში იქნება სამღვდელოების ძალიან დიდი წარმომადგენლობა ჩვენთან, აი აქციაზე იქნება 30-ში ძალიან დიდი. ნახავთ, აი 30-ში მობრძანდით მეტრო რუსაველთან 4 საათზე და დაინახავთ სამღვდელოების ძალიან დიდ წარმომადგენლობას. აუცილებლად დადგებიან, ბევრჯერ განუცხადებია პატრიარქს და წმინდა სინოდს, ბევრი საპროტესტო უთქვიათ, მაგრამ ახლა ჩხუბს ვერ დაიწყებენ და აყალმაყალს ვერ დაიწყებენ, ისინი სულიერად ჩვენ გვეხმარებიან, რომ შევძლოთ, რომ ხალხამდე მივიტანოთ მათი აზრი და მათი მოსაზრება და აი მოდი პირდაპირ ვთქვათ ირაკლი ახლა პატვიცემულის იმას რომ სწორედ 17 მაისი პატრიარქის ბრძნული გადაწყვეტილებით რა თქმა უნდა იყო გამოცხადებული ოჯახის სიწმინდის დღედ და აი დამთავრდა ადამიანი გამოვიდა აი ხო დამთავრდა უკვე აი მათი ესე ვთქვათ აი ამ LGBT თემის აი უბრალოდ გადაწყვეტილებით ხო ერთი პატარა გადაწყვეტილებით გადაწყვეტა და დამთავრდა ალბათ აქაც ვფიქრობთ რომ ეგეთის მომენტიც დადგება და აქაც პატრიარქი თავის სიტყვას პატრიარქი თავის ქვეყანას და თავის ხალხს არ გაწირავს ჩემოკარგო მაგრამ ჩვენც თუ არ ვიბრძოლეთ და რა თქმა უნდა ხალხი უნდა გამოვიდეს ხალხია მთავარი ძალა საზოგადოება და კიდევ ერთხელ ვიმეორებ ზუსტად ესეთი სიტუაცია იყო მონტენეგროში და დღეს ისინი გამოვიდნენ ხელები აწეს იმ არაბებმა და დამარცხებულები წამოვიდნენ იქ ვერაფერი ვერ მიიღეს დამარცხებულები თუ არა არ უნდათ იმათ ისეთ ადგილზე ყოფნა სადაც ხალხი არ მიიღებს მათ რა თქმა უნდა ხო არ იღებს ევროპა არ იღებს ამერიკა არ იღებს განვითარებული ქვეყნები და ეს ხელისუფლება ეხლა ეძებს გამწარებული ფულს ეძებს იმიტომ რომ ძალიან გაუჭირდათ ბიუჯეტი მოდი ჯერ ის აზრი დავამთავროთ ამ სატელიტების შექმნის აი ეხლა უყურე ხო გასაგებია რომ აი ეს გირჩი და ეს წარმონაქმნი არის გაკეთებული ხელისუფლების რომ ხელისუფლებას უნდა ნარკომანია ლეგალური გაეკეთებია ვითო არაფერი არა მარიხუანას მოწევა და ეხლა მიდის პირველ არხზე და იმაზე პროპაგანდა რომ იმაზე ძიმე ნარკოტიკზე ვარესია და რაღაცა აი ეს ჩავშალეთ ხო თელი ბრძოლა ქონდა პარლამენტში ირმაინაშვილს ამასთან დაკავშირებით რომ მაშინ უკვე იწყებდნენ ამ მოძრაობას მე აქ ვიბრძოდით და რა ვიცი ხელს უშლიდით და ჩაიშალა იქ უბედურება არ დაინერგა ქვეყანაში ეხლაც უნდა დავდგეთ ერთად ეხლაც ქმნიან რაღაც სატელიტ პარტიებს რაღაცები თელი 15 წელია პატრიოტთა ალიანსი აცხადებდა ნეიტრალიტეტს პარტია შეიქმნა ნეიტრალიტეტზე იყო თელი მოდით რა ისე ვთქვათ რომ ჯერ კიდე 90-იანი წლების ბოლოს ძალიან კარგად ჩვენ ნანა კაკაბაძესაც და გელა ნიკოლაიშვილს ძალიან პატივცემთ მაგრამ ახლა ესეც არ გამოდის რა ხელისუფლება გამწარებული ჩალიჩობს რომ ყველანაირი даже აი გირჩიც კი შექმნა რომ იქ ვიღაცა არ შემოვიდეს ნეიტრალიტეტი პირდაპირ პატრიოტთა ალიანსს პირდაპირ ეწერა პროგრამაში ხო საარჩევნო პროგრამაში და დღეს ზარია გისმენთ ანუ რა მინდა ისეთი აი არავინ არ არის ისე დაელაპარაკოს ივანიშვილს კი არის ესეთია კობახიძე ელაპარაკება და ამ სახში მივიდნენ ამ სადღაც დაელაპარაკეს კეთილს ეს საწალი ხალხი გამოდი წადი ეგრე ხო არა იმე დაელაპარაკეს არ შეიძლება
ველაპარაკებით ბატონო, თქვენ გონიათ ჩვენ გადაცემებს არ უსმენენ, ძალიან კარგადაც უსმენენ. ყველაფერს უსმენენ. ის ელაპარაკება ხალხი, როდესაც მაგას უნდა დაელაპარაკონ შემოკეთილ ადამიანო რა. ნუ ახლა თუ არ მოისურვა ძალით ხო არ დაეტაკები ადამიანს შევთავაზეთ რომ მოდი მაგრამ ვიღავთ ჩვენი ქვეყანა ჩვენი მიწა-წყალია ჩვენი ქვეყანა და ესე იგი ვიღავთ თანა არაფერი მტერი ვართ თქვენ ხო ვიძახით ბატონო მონათლობელურ ქვეყანას ქმნიან და უკვე შექმნეს ბატონყმობა უკვე ყველაფერი მაგათია მიწებიც ფულებიც ქარხნებიც ფაბრიკებიც ბიზნესის თუ რა ვიცი ჯანდაბა შექმნეზე ჩვენ უნდა ვიყოთ მაგათი მონები როგორც უნდა უკვე არჩევნებსაც აღარ ჩაატარებენ გამოვა ვინმე კობახიძე იქნება თუ სხვა იქნება ბატონი და იტყვის ბატონებო მე დღეს მინდა 90% დაწერეთ 90 დანარჩენები იყავით მანდა ამოდის ხალხი აგერ და დებილებს და კრეტინებს ეძახიან ახალგაზრდებს რა წესია ჯერ ახალგაზრდა როგორც არ უნდა იყოს დებილი და კრეტინი ჩვენც მასე გვეძახდნენ რომ გამოსვლებს აგეთებდი სოროსი გავასვენეთ და თქვენო სამშობლო არ გიყვართო და ესა მიშას პატივსაცემო მეთქი პატიმრების აქცია ჩავატარეთ ის აქცია ქუჩაში გვისტვენდნენ და რა აღმოჩნდა თურმე მართლები ვიყავით ხო პატრიოტ ალიანსმა რო წაიღო ეს კადრები იქ არა მათი ჩაშვება უნდათო და ის უნდათო ხო აღმოჩნდა რომ ეს ნაღდი იყო ეს ქვეყნის გამყიდველები და ეს გარყვნილი ხალხი თქვენ შეხედეთ ნარკოტრაფიკი იყო საქართველოზე იყო ტრასები გადიოდა თურმე ნარკოტიკების თურმე თელი ქვეყანა იპარავდა ყველა პრეზიდენტი ყველა პრემიერი რომელზეც იძახდნენ რომ ოქროს თავრობა ყავს და ესენი გვიშველიან და ესენი ყველა სფეროში ჯარში იპარავდნენ ენერგეტიკაში იპარავდნენ საინტერესო ისაა რომ პასუხს ვერ არავინ არ აგებს პასუხს პასუხისმგებელი ვინ არის თქვენი ბრალია გვეუბნება თქვენ ჩვენ ხო არ დაგვინიშნავთ აი ესეთი ცინიზმი გინახიათ ხალხო შეიძლება ხელისუფლება ყოველ დღე დაკავებული იყოს პრემიერი პარლამენტის თავმჯდომარე მინისტრები ქალაქის მერები ისინი რომ სულ თავის მართლებაში იყვნენ დღე და ღამე ტელევიზორში ზიან იმართლებენ თავს კაციშვილი ქვეყანაში არ მუშაობს და ბიუჯეტიო ბიუჯეტი როგორ იფსება იცით საზღვარგარეთ გაქცეული ადამიანები რომლებიც იქ მონურ მუშაობას ასრულებენ იმათი შემოსული ფულებით 100-ჯერ გაზრდილი ჯარიმებით სიგარეტმა მოიმატა სასმელებმა მოიმატა კიდე რა ვიცი წყლები ბიჭო წყალი ორჯერ სამილარი გახდა ხო ნუ ახლა წყალიო საქართველოში ლარნახევა და 2 ლარი შეხედეთ პროდუქცია რა ღირს ხალხო რა ღირს ლარიანი ჯარიმა გადებენ ავტობუსში 20 ლარს და მე 50 გახსნეს სადგომები საათი ლარი თუ არა და ჯარიმა 100 ლარი ერთ ღერძულა თუ შემთხვევით რული გაგექცა 100 და 200 ლარი ამაზე ააგეს თელი ბიუჯეტი ხალხო სხვა არაფერი არ ხდება ამ ქვეყანაში ზარია დიდი ხანია გველოდებიან და გისმენთ ალო გისმენთ დრო მოვიდა რომ ხუზე კაც დაუძახეს აი გეძახით ბატონო და მომზადეთ 30 რა მოვიდა ვინც არ გამოვა არა ის არ არის ქართველი არა ნუ ეხლა რა ვიცი შეიძლება ზოგს უჭირს ქართველი საქართველოს არ უყვარს ხას შეიძლება სხვა გიშის იყოს მაგრამ საქართველოს უყვარდეს ხას რა თქმა უნდა დრო მოვიდა დრო აღარ არის დილის დრო რა ცივაკ ცხელა უნდა გამოხვიდე ასე შიმშილობით ვეყარეთ იქა და დღე და ღამე ვიყავით და გაამართლა ამანდა თუ 1 საათი არ შეგიძლია გამოსვლა მადლობა ზარისთვის და ერთმა გაგიმარჯოთ ეგრე რომ აზროვნებთ რომ მართლაც ქუძე კაცი უნდა გამოვიდეს და უნდა დავიწყოთ აი ეს ანტიქართული მოძრაობას პარტიული აქცია არ არის ეს არის უფრო მეტად გვინდა რომ ხალხს პირდაპირ გავესაუბროთ რომ აუხსნათ რა ხდება ზოგისთვის როგორ აიცი აი 6 მილიარდი შემოდის ავშენდით ვერ აშენდებით ჩემო კარგო ხალხო აშენდება ხალხი ვერა არ არსებობს ეგეთი რამე ქსისულელია ეგა ატყუებენ ფუთავენ რაღაცას ესენი აფერისტები არიან ერთი მითხარით რომელიმე მაი დარეკე და მითხარი რაც შეგვპირდნენ რა გააკეთეს რაღაცა ომი და მშვიდობა მოიგონეს
რა სისულელე მოიგონეს მე ვითო ევროპა აწובה რომ LGBT გააკეთე არაფერს არ აწובה ხალხო ხელისუფლება ტკბობაში არიან ნირვანაში არიან ხელისუფლები და ამ ხელისუფლების შენარჩუნება აბა სად მიდიან უკვე ჩინეთშიც კი არ დაუძახეს იმაზე ჩადიან აგერ თურქეთში ეხლა თურქებს ელაპარაკებიან იმის ევაჭრებიან მესხი თურქების შემოშვებაზე ამაზე ევაჭრებიან რომ პრობლემა დაუმატონ რომ ერთ პრობლემას თუ ვერ მოაგვარ მეორე აგერ და ამდენი ხალხი არ მცხოვრობთ ამ ქვეყანაში რომ ყველაფერს ერთად მივხედოთ უნდა ხელისუფლება წავიდეს არჩევნები ჩაატაროს ნამდვილი არჩევნები და ესე წაბგზანდეს სახში დაისვენოს ვეღარ ამოიყორენ ხალხო 100 მილიონი კაცო ეს ჩვენი ფულია ხო ბიუჯეტი ხალხო დაუკვირდით ჩვენი ფულია ჩვენი შრომით ჩვენი გადასახადებით ხდება ბიუჯეტი არის ჩვენი საქართველოს უკვე აღარ არის სხვისი და იმას პარავ ადამიანებს რომ ჩვენ იმიტომ ვიხდით რომ მე ვიღაცა უპოვარმას ან იმას მისცე რაღაც დახმარება და იმან სიცოცხლე გადაარჩინოს თავისი და ბავშვების და ყველაფერი გაკეთდეს კარგი ამას რომ მოიპარავდო ესეთი კაცი ოჯახში როგორ უნდა შემოუშვა იქაც მოგპარავს თუ დაინახა რაღაცა მოსაბარი მოიპარავს რომ ვირთხები არიან იმათ კაც ადამიანები არ ქვიათ 100 მილიონს რომ მოიპარავ სინდის ნამუსი როგორ არა გაქვს როგორ მიგაქეს ფული ოჯახში როგორ შეიძლება ეგეთი რამის გაკეთება ხალხო გადამრიეთ რა ყოველდღიურად არის ესეთი აი რაღაცას რო უყურებ ტელევიზორის ჩართვა ეს უკვე მე მწვენია უკვე ტელევიზორის ჩართვა რაღაცა გამოვა ის ვიღაცა იმდენი მოიპარა იმან ეს მოიპარა მიშას რეჟიმსა და ამას შორის ციხეში რო არა უპატიურებენ ეთყობა ვის კოჭლი ვერ მონახეს თორე ამასაც დაიწყებენ თვითონ ნორმა იყოს ციხეში გაუპატიურება და ეს აკრძალეს თურმე მე ვერ გავიგებდო როგორ შეიძლება არც ერთი აი უბრალოდ რა არც ერთი დანაპირები ახლა მახსენდება ეს იქ 100 ქარხანა იქ რაღაცა იქ უფასო ფული აი 2012 წელს იაფი ფული ხო და უფრო მეტი გია გაგახსენებ სამართლიანობის აღდგენა და სამართლიანი ქვეყნის შექმნა რომელზეც ევროპას ყბა ჩამოუვარდება არ არის რეალურად არაფერი არ ახლა ხო არა გვაქვს ჩვენის მეხსიერება ეს ხო არ იყო ახლა 50 წლის წინ და რაღაც იყოს რაღაც 20 25 12 წლის წინ ხო აი ეს მართლაც დანაპირება ან ისა ახლა აი დღეს ახლა გაკვირვებული ვიყავი იმით რომ ემას გახარიას ახლა მათ ყოფილ პრემიერ-მინისტრს წარუდგინეს ბრალი რაღაცეებზე 20 ივნისის ამბავზე რომ ჩამოიშორეს ახლა ხო მახსოვს ბიჭო ის მომენტი მახსოვს რომ თელი ეს კობახიძე თავისი გუნდით და იმით როგორ იცავდა გახარიას რომ თურმე მან არ დაუშვა რომ იქ აი რომ გადატრიალების მცდელობა იყო უნდა შეჭრილი იყვნენ და აი გახარია და გარიბაშუს რა რაკებს და არა სიტყვაზე გეუბნები ახლა რა იმაზე და დღეს აგერ კაც აი ამაზე გახარიას დამცველი არა ვარ მაგრამ ნუ როგორ შეიძლება რა ეს ორმაგი სტანდარტი რაღაცა მაშინ кайიყო ახლა ცუდია თან ჩვენ გვაბრალებენ ამასაც და ლექსებს უწერდით ხო გახარიას თუ კაი დედმამიშვილებო რა ბოლო რა ეგრე არ არის ეხლა ეგრე არ ხდება მართლა რა არა აქ ამ ხალხის ამათ რო გონია თუ პატარა მეხსიერება ახსოვს ყველაფერი ახსოვს ქართულ ხალხს დრო იწურება ჩვენ დღევანდელი გადაცემის კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ ჩემო კარგებო აიღეთ მობილური თქვენ თუ არა გაქვთ ვინმეს თხოვეთ რომ ჩაიწერეთ ერთ 5 წამიანი მიმართვა ხელისუფლებას რომ მიმართოთ რომ არ გააკეთოს ის ჯანდაბა რაც ჩაფიქრებულია წინააღმდეგი ვართ საქართველოში არაბული ქალაქების მშენებლობის და შემდეგ გადმოგზავნეთ ეს და ამითი ძალიან დაგვეხმარებით ჩვენ კი არა ქვეყანას დაეხმარებით და მომავალს ნომერს გაგიმეორებთ კიდევ წუთ ჩაწერილი მაქვს 5-9 მე მინდა ასევე კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ ყველას ჩემო მეგობრებო ჩემო ქართველებო რომ 30-ში ყველანი 4 საათზე მართლაც რომ აი როგორც ჩვენ ერთმა ეს გავმეორებ 591-94-95-45 ამ ტელეფონზე WhatsApp-ში, Messenger-ში, Telegram-ში გადმოგზავნეთ. მე ჩემო კარგო ხალხო კიდევ ერთხელ მინდა სამძიმარი გამოუცხადო. ჩვენი ძმის, ჩვენი დიდი მეგობრის, მებრძოლის, მოსიყვარულე კაცის, რა ვიცი, ყველაფერი კარგი რო შეიძლება
მართლმორწმუნე ქრისტიანის მართლმადიდებლის ჩვენი ლევან ჩაჩუას გარდაცვალებასთან დაკავშირებით და დღეს არ ვიცით დღეს გარდაიცვალა სად არის როდის იქნება დაკრძალვა და საიდან იქნება სად იქნება პანაშვიდები ამასაც მე მოგაწვდით ინფორმაციას ძალიან სამწუხაროა მაგრამ ღვთისნება ყველაფერი მინდა კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ ცოტა გაბრაზდეთ ჩემო კარგო ხალხო და ცოტა გონივრად მიუდგეთ საქმეს იმ საქმეს რომელიც ჩვენი კი არა თლიანი საქართველოს სრულიად საქართველოს და ჩვენი მთელი საზოგადოების მომავლისთვის იქნება სასიკეთო მადლობა ყურადღებისთვის შეხვდებით შემდეგ ოთხშაბათს იმავე დროს კარგად ბრძანდებოდეთ გვარავდეთ უფალი